მოგესალმებით ყველას. Slack Challenge 2025-ის დასკვნითი ეტაპიდან გიბრუნდებით. ძალიან სასიამოვნო წელს უპრეცედენტოდ მრავალი მონაწილე გვყავს და როგორც ვთქვით, ძალიან საინტერესო პრიზებიც იქნება. ნახოთ. Georgian Airgunner შესაძლებელს ხდის Discovery Optics, Nova Vista Airguns, Humarex, Tushing, Gameo, Predator JSP Match Diablo, H&N Sport, Leapers UTG, Atlas Bipods, EQTech. რა თქვენ უკეთ იცით როგორ გადაუხადოთ მადლობა მათ. გიორგი ბახერკელი. შკორათელი. ბახურავ. ისეთი კალიგრაფია მაქვს რითო ვერ გითხულობ რა დავწერე. ალექსი ზავრაშვილი. ალექს. შალვა კუსიანი. შალიკო. ალექსანდრე მუსიკა გუნდა ის. ლუკა მიგრეული ესეც არ არის მგონი. აქ არის ლუკა. შენ ბაბაშვილი ხო? ზაზა თაღოშვილი. აქ ხო. იქ გავიხედო თუ შენ შემოდი. ახლა გავაკეთებთ ისეთ ვარიანტს. ძალიან ბევრს გინდათ ეხლა გასროლა. ვინც გაისვრის დისკვალიფიკაციაზე მოხდება, ოკეი? მიღებულია? კი ბატონო. ყველას გექნება საშუალება მისასროლი პოზიციიდან გაისროლოთ, თქვათ ვიღაცას რედუქტორზე ნაწიკანი აქვს, რაღაცა აქვს, ნუ შესაბამისად გაასწორებს. ყველაფერი იქნება და მე დაიწყოთ უკვე სროლა რა. კაი, წესები ვინ წაიკითხეთ? ვინ არ წაიკითხეთ? ჩემს გარდა მე მგონი აკოსაც არ აქვს წაკითხული. ნუ ერთი დამატებით პოზიციაზე თქვათ მისასროლი, სადაც გააკეთებთ 50 მეტრზე აყენია იქ ქაღალდები მისასროლად და 100 მეტრზე. შესაბამისად გაასწორეთ, დარწმუნდით როგორ ისვრის თქვენ თოფი და მერე გადმოდით უკვე პოზიციებს შესაბამისად პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და აი ზედა პოზიცია იგი რა გიქ. ეხლა პოზიციებზე გაქვთ ესეთი რაღაცა. ყველაზე ახლო მდებარე 30 და 40 მეტრი არის. აქ ფეხზე მდგომი ისვრით. ნუ ხომ თავარი ფეხზე იდგეთ და როგორ გაისვრით, ეხლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასე გაისვრით, ასე გაისვრით, მნიშვნელობა არ აქვს, თავარი ფეხზე იდგეთ. Так, შემდეგი გასროლა გვაქვს ჩამოხლული. ეგ უკვე არის 30 მეტრი და 50 მეტრი. თუ აკვირდებით მანძილებით აწერიათ. თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ მანძილმძომიც აიღოთ და შესაბამისად ისროლოთ. ამ პირველ ორ პოზიციაზე გექნებათ 5-5 სანტიმეტრიანი სამიზნეები. ორკაპიდან ისვრით 50 და 70 მეტრში. აი 50 და 70 მეტრი. ყველას დააკვირდით, ძირითადად არის ახლო მანძილი, მერე მარცხენა მხარეს არის შორი მანძილი. ძირითადად ეგრე არის გადათამაშებული რა. შემდეგი პოზიცია გვექნება მაგიდიდან ჯდომიარე. მოკლედ მაგიდიდან უკვე ისვრით საკმაოდ შორ მანძილებზე. აი იქ ბორცვაკზე რო ჯანს პირველი ორი ახლოს 100 და 120 მეტრი. Так, მეხუთე გასროლა, მეხუთე პოზიცია უბრალოდ. მეხუთე პოზიცია გვაქვს აი სულ ბოლოში რო ჩანს, ხედავთ, ორი ცალი. ერთი ბორცვაკზე სუზემოთ, მეორე იმის ქვემოთ. ეს არის 130 და 150 მეტრი. ეხლა დაიმახსოვრეთ, ყველა ამ სამიზნეზე გაქვთ ქულების მიმართულება ესეთ. პირველ სამიზნეზე ერთი ქულა, მეორე სამიზნეზე ორი ქულა და ასე მიდის შესაბამისად მეათე სამიზნემდე. ბოლო სამიზნე აი მაგიდან რაც დგას მე-6 პოზიცია. ეს გექნებათ უკვე სასროლი მაქედან აი გზემოთ მთაზე 200 მეტრი და ტურადებს გამოსახულებით. ამას ვეძახით ჩვენ freestyles. არ გზღუდავთ, არც ჩამოხვლით, არც ფეხზე დგომით, არც ცეკვა ხტომით, რა ვიცი, როგორც მოგესურვებათ. ორ კაპით შეგიძლიათ აიტანოთ თუ სურვილი გექნებათ, მაგიდა ავტომატურად დევს, თუ სურვილი გექნებათ, მასაც დაგიფენთ, რა ქვია, რამე დასაფენს და თქვა დაწოლილი მდგომარეობიდან შეგიძლიათ. მე-12 ტურა გვაქვს პრივილეგირებული, ასე თქვა. რადგანაც ძალიან მაქსიმალურ მანძილზე არის, ეს არის 230 მეტრა და აქვს ორი მოსარტყამი ზონა, ერთი თვითონ სილუეტი. მეორე აქვს სადღაც გულმკერდის პირობ მიდამოში რგვალი ამოჭრილით 15 სანტიმეტრიანი რგოლი. თუ გაისროლეთ და მოხვდა სილუეტს, ჩაგეთვლებათ 15 ქულა. თუ იმდენად კარგად გაისვრით, რომ აი 15 სანტიმეტრიან რგოლში მოახვედრებთ, რომელსაც კილ ზონას ვეძახით, ხო, მაშინ დაგერიცხებათ 45 ქულა და გავარდებით კოსმოსში ქულების მიხედვით რა. შემდეგ შემდეგი პოზიცია.
შემდეგი პოზიცია პარალონზე. გაწოლილი 130 და 150 მეტრი. აჰა მეორე ბალიშა. ზედა. ჩემ ხარი 130 როჯას და 150 და 150. ხარი ეს მოგლა აგვეცანით აბა გია ბაბაშვილი, ანდრია ბაბაშვილი. აჰა თქვენი შვილია ესე იგი ხო? როგორი შედეგი დადეთ აბა როგორი კმაყოფილები ხართ? რავი, მაყოფილები ვარ. კი ბატონო, მადლობლები ვარ. ვიხარია რომ ეს ნელა ვითარდება. ხო რაღაც ხალხმალობა ხო საერთოდ ხედავს. წეს ხალხმალობაა და ძალიან სასიხარულოა უფრო ასაკი პატარა ადამიანები ბავშვების ჩაერთნენ ამ საქმეში და ეს ორმაგაც სასიხარულოა. ხო რაღაც სურენის გოგოც დავინახე ხო რაღაცა. კი, პატარა გოგოებიც არიან. პატარა ბიჭები და ეს უკვე მათმაგაც სასიხარულოა ეს. ზოგადად შეჯიბს რასაც უყურებ ხარისხიც აწეულია ხო დონე უკვე. კი, უსაფრთხოების დონე მაქსიმალურად აწეულია. და რავი, დაასასიამოვნო. ჩემ არა მარტო ჩემთვის ყველასთვის რომ რავი ეს მიმართულება ისეთი პნევმატიკა, ბევრად ჩუმი ყოფდა. სპორტული და გასართობი. კი, გასართობი და თუ შედეგიანია. თქვენ რა იარით გამოდიხართ? ეს არის B35 კარტელის. რაიმე მოდიფიკაცია აქვს? თავისივე ცოტა ლულე გვაქვს შეცვლილი და რაღაც გადამშვები, ცოტა გადიდებული რაღაც. გაძლიერებული. ხო, სტაბილურობაზე უფრო ორი. რა ტყვია სისვრით რას ჩქართ? GSB-ის სისვრით 0.87, 300. 300 მეტრზე. ნეგუნი ცოტა მოვაჭრა. კიდე უნდა ხოლმე კორექტირებები ზამთარში, ზაფხულში რაღაცები უნდა და. თავისთავად ფიზიკა. ისე უყურადღებოთ ვერ მიაგდებ. ძალიან კარგი რამე საპრიზო ხო არა იქ შემთხვევით. არ ვიცი ჯერ არ დამთავრებულა და. კაი, ველოდებით და. მაგაზე არა ვართ ორიენტირებული ჩვენთვის ეს უფრო სასიხარულოა და საფარულია. ძალიან კარგი. ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია ყველასთვის. კაი. სასიამოვნოა. კარგად იყავით, დიდი მადლობა. აი ხარით. ზინა მუშაობს. მოხვედრა. მოხვედრა. ჯიბრი? კი. Yes. მოხვედრა. 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 დავადი შესტავში სწავლ. 130 ტურა. მოხვდა. სილუეტი ხო? სილუეტი აიღო. ტურა განადგურებულია. კარგი ლაპარაკები გამანები თავის. აღარ შესგაგებს ისვია. კარგი ტურა. სურე. აღარც მე აღარ გავიწევ. სილუეტი ხო? ხო. სურენი ჩიმიშკიან. ელენა ჩიმიშკიანი. აჰა, ამას. თიეგო. რაღაცა ისეთ ოჯახური სიტუაცია იყო და უკვე სისხლით ნათესავებით შემოვიდნენ, ხო? აი ანდრია და გიაც გამოვიდნენ. სიმართლე გითხრა ეხა ძალიან ხშირად გავდივართ. გინათ სოფელში რომ წავალთ რაღაცა, ჩემი ხობია და მე უმაგისოდ ვერსადმე მივდივარ და ბავშვს გავუჩნდა ინტერესი და აჰა. თავისთავად იმ დონემდე რომ მიიღო მონაწილეობა დღესდღეობამდელი შეჯიბში. შედეგები ხო არ გაჯობა შემთხვევით? აი შედეგები ჯერ არ ვიცით, მაგრამ რა თქმა უნდა მე მირჩევნია რომ მაჯობოს კიდევ თავისთავად, მაგრამ აი ნახოთ როგორ იქნება. რა იარაღებით გამოდიოდით? ორივე იარაღი არის სნოუპიკი. ზედმეტ სახელით არტემისი, კარდანი და ასე შემდეგ რო გავაგრძელოთ ალბათ არ ექნება ბოლო. საქართველოში ცნობილია ისე თუ ასე
ფასთან შედარებით ხარისხი საკმაოდ არის. ვერ ვიტყვი რომ 5-დან გაისვრის ყველა მოდელი, მაგრამ პატარა ხელის მოკიდებით ნუ როგორც უყურებ ქარხნული არ არის, ახლა მინიმუმ შენი არა. მინიმუმ ჩემი ხო, ნუ აი შესრულება ქარხნული, თქვა ელენეს იარაღი არის ქარხნული იარაღი და არაფერი არ აქვს დამატებული. შედეგებს დებს, თავისუფლად და უბრალოდ ვიტყვით ესე, ჯანიც ყოფნის, სიზუსტეც ყოფნის და დანარჩენი ყველაფერი. ეხლა თუ ჩაღრმავდით სხვა ტერმინებში, ძალიან გაგვიძელდება ეს საუბარი. ხო, არა, ვერც გაიგებს ბევრი. ხო, რა თქმა უნდა. საკმაოდ კაი იარაღია, რომელიც თითქმის ვთქვათ, რომ 5-დან ისვრის. თითქმის ვთქვათ, იმითი რომ ტყუის არჩევის შემთხვევაში, ნორმალური ტყუის არჩევის შემთხვევაში თქვენ ამოიღებთ იარაღს 5-დან და ისვრით მშვენივრად ისეთ მანძილებზე, როგორც არის 100, 150 და 200 მეტრი. შენი იარაღზე რას მეტყვი? როგორც ჩანს, ბევრი აზრი ნამუშევარი, ხო? ხო, ეს ბევრად წინა ვერსია ვიდრე ესა, ნამუშევარი არის უამრავი, მაგრამ ეს ნამუშევარი კიდევ თავისი, ვთქვათ, მერე შემდგომ როგორც ხედავ, მარტო ლოგოღა არის Snowpeak-ის. სავარაუდოდ ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ არ უყენია თავისი ავზი, არ უყენია თავისი მოდერატორი, არ უყენია თავისი მანომეტრები, არ უყენია თავისი პლევნუმი, კლაპანი და დანარჩენი. და ეს კიდე არც ეკუთვნის და. აჰა. ნუ მოკლედ ლოგო თავისია რა. ლოგო თავისი. კაი, დიდი მადლობა. არის. მოვადი. კი. არა ესენი. არის. ეს ახლოს არ უნდა მივუშვრო იმ შორს ისვრის. თუ შენია დამემალა აკო როგორი კმაყოფილი ხარ აბა? აუ ძალიან კმაყოფილი ვარ არ მოველოდი ეს აქტიურობას წლევანდელი სტაკ ჩელენჯი იყო ძალიან აქტიური რა რამ განაპირობა ესე შენი აზრით? რამ განაპირობა და ეხლანდელი სტაკ ჩელენჯი იყო საქველმოქმედო რა და დანიშნულება იყო ეს რომ გდანის დიდი ტბარო არის პრინცი დაშრობის პირას რაც იყო ხო იდეაში? დამშრალი იყო იდეაში უკვე ფაქტურად წყალი აღარ იყო და ინიციატორები იქნა ჩვენ გვესწრებიან სტუმრები მაგათი ინიციატივით მოხდა ტბის გაცოცხლება რა ანუ წყალი შეუშვეს ჟინვალის წყალი შედის როგორც ვიცი და ტბა გაივსო და დაათევზი არის რა რამოდენიმე პარტია თევზი გაუშვეს და რო შევხედე ამათ აქტიურობას და რომ ნახე აი შედეგისთვის იბრძოდნენ გაგვიჩნდა სურვილი რომ ჩვენც დავხმარებოდით და დღევანდელი სლაკ ჩელენჯი ზუსტად ამას ემსახურება რომ სამონაწილეოდან შეკრებილი თანხით ჩაუშვათ თევზი და მაგალითად ესე იგი მონაწილეობის რაოდენობით აისახა რომ ყველას სურდა რომ რაღაც წვლილი შეეტანა ხო? ეგ რო გავაჟღერე მაინც თავისებურად მოქმედა ადამიანებზეც ხა ყოველთვის ესწრებიან და მოდიან მონაწილეები მაგრამ ამან უფრო გამოიწვია ეს იმედია გადაყვება ინერციით შემდეგ შეჯიბრდეთ კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ კაი საქმისთვის ვიბრძვით ჩვენც რა. აჰა. ასე ვთქვათ, თვა უნდა გავაცოცხლოთ ბოლომდე. ხო, ორგანიზებაც რაღაცა იდეალური იყო მონაწილეობის რაოდენობიდან გამომდინარე, მაინც წყნარად შვიდად ყველაფერი კარგად წავიდა რა. ჩვენ გამოცდილებად დაგვიხმარეთ. დიდი გამოცდილება. ეს ყველაფერი ხო Airganj-ის ორგანიზატორობით მოხდა? კი, კი, Airganj-ის ორგანიზებით. აჰა, იდეალური. ჯაჯასაც დაველაპარაკებით გიორგი პერანიძეს და კი, კი. დაჯილდოებაც ნახოთ და ეგ არის დღევანდელ დღეს დავიშლით. ხულებს დავითვლით და დაჯილდოების ცერემონია ჩავატარებთ. იდეალურად. მადლობა დიდი. აი ხარ. მოხვედრა 70 მაგიდიდან. მოხვედრა 100. მოხვედრა 100. 130 ბაქედან 140 დაუდის საღურ მოხვედრა მოხვედრა დავიდით პარალელზე მოხვედრა 150 მოხვედრა
ხვედრა 230. მიდი ბიჭო ჯერ. ტურა დაგჭა. 3 წუთი დაგჭა არც. ტურას ვაგიცხა ხომ მოგავარტყა მეთქი? გულის პარკუჭი უნდა გაუ მაგას. მე ვარ ბესიკი კოკორაშვილი ყვარლიდან. აჰა. პროფესიით მეფუტკრე. აჰა. პროფესიონალი მეფუტკრე ასეთი. რაღაცა გიყურებდი თქვენი გადაღება ვერ მოვასწარი და ცოტა ინციდენტი შეგემთხვათ. ხო, ნუ გზაში ახლა არავინ არ არის დაზღვეული რა. ახლა ზოგადად გარემო ცვალებადობასთან მიმართებაში შეიძლება რომ ოპტიკური სამიზნე ისე აღარ ისროდეს ზუსტად ისე როგორც თქვათ ერთ ადგილზე გაასწორებ. განსაკუთრებით ეს ეხება პნევმატური არახს. ანუ შეიძლება რაღაც უნიშნულო სხვაობა ერთი 5 კლიკამდე იყოს დაშვებული რა ეს სტომილება გასწორებულსა და იმას შორის, მაგრამ აქ იყო ძალიან დიდი 100 მეტრზე რომ მქონდა ნული აღებული, ნული გადმოვიდა 160 მეტრზე. ანუ ეხლა აი ეს ცოტა აი სამაგრი თქვათ ქარხნულ მდგომარეობაში აღარ არის მოიყავ, როცა ეს დიდი ხნის ტოფია. ესე იგი რაღაცა მცირედი ფიზიკური დაზიანება. ხო, ფიზიკური დაზიანება როგორც წესი და ეხლა გზაში იმოქმედა აი სამაგრებია, რომელიც უნდა იყოს აქ შესტი 6 კუთხა ისი ხრახნები დაჭერილი და არ არის დაჭერილი. აი მხოლოდ ერთით არის დამაგრებული და ხო ამან გამოიწვია გადახ. ხო, მოკლედ ასე თუ ისე მოითხოვა გასწორება. ოღონდ რა დამჭირდა რა, აი აქ ეს არის ბარაბანი რა, რომელზეც მიწერია კლიკე ასე თქვათ მანძილები. რა მანძილზე რომელი იმით მარტივი და სწრაფი სროლისათვის. ხო, აი ტრია ვატრიალებ და აი თქვათ ეხლა 100 მეტრზე არის 100, 150-ზე აი 100 უნდა ვატრიალო და ხო და მოკლედ 160-ზე რო იყო 100 მეტრის მაგივრად აღმოჩნდა 160 მეტრი რა, ეს აი ორი შესტიგრანი, წრული შესტიგრანი იყო მოუშვი და დავაყენე 100 მეტრზე, მაგრამ სამაგეროთ 200 მეტრამდე აღარ ხოდრის წერტილი შეგვეცვალა რეალურად. არა, აქ არ შეცვლილა. იქ ახლა მისროლა გავაკეთე. მაგრამ აღარ მეყო კლიკები. აჰა. ბარაბანი თავისი დიაპაზონი აქვს რა, მაღლა ასვლის, დაბლა ჩასვლის. თუ მანამდე სანამ აქ მოვიდოდი და იქ ადგილზე როგორც თქვა გასწორებული ყოფნი და 230 მეტრის ჩათვლით ეს კლიკები. ამ დროს 160-ზე მაღლა უკვე აღარ ამოდიოდა რა. ხო და ამის გარდა ამას ხო აქვს შიგნით ბადე, ჯვარი და მილდოტები, მაღლაც, დაბლაც. ამ შემთხვევაში დაბლითა გვაინტერესებს. მაგრამ გადავედი უკვე მილდოტებზე სროლაში. ხო, აი ეგ უნდა მეკითხა 220 მეტრზე უკვე როგორ ისროლეთ? ხო, 160-ზე ხომ მქონდა გადა. უკვე აქ ჩაირთო მთელი კალკულატორი ბალისტიკური, რომელიც ტელეფონში მქონდა. ესე იგი ჩვენ პოზიში პირდაპირ დამიზნებით 160 მეტრს იქით ვეღარ ვისროდით რა. ვეღარ ვისროდით ჯვარზე. ანუ ეს ზოგადად ეხლა ვინც არ იცის, კიდე დამატები დილეტანტებისთვის ახსნი რას ნიშნავს დოლურის ტრიალი რა. დოლურის ტრიალი ნიშნავს ის, რომ ყველას გასროლა მოხდეს ჯვარზე რა. ხო და ჯვარზე გასროლა ვეღარ მოხდებოდა 160-ის შემდეგ. ხო, და უნდა მესროლა უკვე მილდოზე. ხო და ის რომელ მილდოზე ეგ უკვე გეუბნება კალკულატორი, რომელშიც ბალისტიკური კალკულატორი გაქვს მობილურში განმოწერილი, შეიყვან მონაცემებს, წყვის ზომა, ისაწონა, ნომერებს შეყვანილი და მანძილს და ხო და მოკლედ ისა ეგ აღარ მქონდა ისა რა ქვია და ჩაირთო ჩემი ასე ვთქვათ გამოცდილებიდან გამომდინარე კალკულატორი, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში, რა ვიცი ამ პნევმატურის სროლა ზოგადად მიყვარს რა ბავშვობიდან და აი ასე ვთქვათ იჟით რო გვაქვს ყველა ეს ხო ის ხო ისა და მე გადამივარდა, იმიტომ რომ ну თავისი ამოწურა, მაგრამ ეს პეცეპე რაც შემოვიდა სადღაც 2014 წლიდან ჩავერთე ამ 10 წელზე მეტია რა და ამან ხელმეორედ შემაყვარა პნევმატური არა. როგორც ხვდები რეგულატორიც არ არის ამ იარაღში. ხო, ეს არის კრალ არუსი, მაქსი ასე ვთქვათ, ყველაზე დიდი ზომის კრალი. კრალს, ну, ზოგადად თურქები ძალიან ყოჩაღები არიან მიბაძვაში რა და ეს რომელიღაც ევანექსის ანალოგია რა, კორეული ფირმისა. დადებითი მხარე ისა აქვს, რომ რედუქტორი არ ჭირდება, ასე ვთქვათ, რეგულირებადი. არ ჭირდება, იმიტომ რომ თვითონვე ისე დარეგულირებული, რომ
ერთნაირი გასრულებს გვაძლევს, ყველა გასროლა. ეს პლატო რაც არის საკმაოდ ბრტყელი არის რეალურად. აი თანაბარი, აი თითქმის კი რედუქტორის უთანაბრდება. ეგ აღარ ჭირდება. ხოლო ამ გაუმჯობესების ვარიანტში ახლა ამის უსტი ხარი იყო ერთი გადასაწევი, აი ეს გადასატეხი. რომელიც ეს ჩემი ხელითაა გამოთვლილი. ეს ატყდებოდა რა. ეს ჩემი გამოთვლილი, ხეს თლია, მაგრამ კინება გამოთვლილი ხელი. ხო, გარდა მაგისა, აი ეს ლულა მაქვს შეცვლილი. ამ შემთხვევაში სლაგებისთვის არის ეს ლულა, თორემ თავის მოყოლილი ლულა პელეტებს ისროდა საუკეთესოდ. მაგრამ პელეტების ასრული ამ შემთხვევაში თუ მინდა ლულას დაუყენებ, მაგრამ ეს არის 4 და 5 კალიბრის ჩვეულებრივ FX იმპაქტის სლაგ ლაინერია რა. აჰა, დასაგებია. 700 მმ-იანი ასე ვთქვა. ეს გარედან უბრალოდ მიმართველია და შიგნით გვიზის ლაინერი რეალურად თამაში რა. გარეთ ასე ვთქვათ, გარსაცავი ტრუბაა უბრალოდ და ლაინერი არის გონი სადაც 5-6 მმ-ია სულულა რა, რომელსაც გარედანაც ნარიძე აქვს, შიგნიდანაც ესე დაბეჭდება. მარც ისე იაფი სიამოვნება არ არის, სადაც 800-900 ლარამდე ჯდება ეს რა, მარტო კომპლექტზეა საუბარი. რამდენადაც ვიცი, ფავორიტი ხართ ამ მონადისათვის, ხო? რა ვიცი, ცოტა ხო რა ვიობა. ანუ ურედუქტორო თოფის ესე ავე წარმოუდგენიათ რა. ურედუქტორო თოფი შეიძლება იყოს მიზანში სასრულად გამოდგეს რა, ასე ვთქვა და რა ვიცი. გამოცდილება. ხო, ბევრჯერ ერთხი მქონდა კიდე ადრე. ეხლაც მაქვს რა, Hudson AT54 რა, რომელსაც მართლა ის გარდა იმისა, რომ იმას არ მოყვება რედუქტორი. ძალიან არათანაბარი პლატოა. იწყება დაბალი სიჩქარით, მერე მაღლაადით, მერე ისე დაბლა ჩამოდის. და აი იმას კი მართლა ხმარობდი ისე, რომ უკვე ტვინით ვანგარიშობდი და ალბათ ის გამოცდილებაც დამეხმარა რა. დასაგებია. აი, დიდი იმედი მაქვს ბოლომდე გიხილავთ გამარჯვებულს. არ ვიცი. ორმასი მადლობა. სამატებო იყოს ჩვენი გაცნობა. კარგი, რა ვიცი, მე მგონი მოვურჩით ეს ბედნიერი დღეს. წელს შევატარეთ Slack challenge-ი, დაწყებული 30 მეტრიდან, დამთავრებული აი ჩვენი საყვარელი ტურა რო იყო მთაზე, განთავსებული 230 მეტრზე. კი, ბევრისთვის დაუჯერებელია რომ 4.5 კალიბრი პნევმატიკიდან შესაძლებელია იმ მანძილზე მისვლა, მაგრამ ფაქტია დღეს რამდენიმე მოახერხა და დააზიანა სამიზნე, ხო? ვინა გამოავლინოთ გამარჯვებულები, მაგრამ სანამ გამარჯვებულებს გამოავლინოთ, მინდა ორი განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მონაწილე გამოუყო თუ ხარ თანახმა. ერთი პირველი ქალი მონაწილე, აი რგანში ეს იყო ელენე ჩემიშხიანი. ელენე შენთვის საუკე პრიზად გააწესა საჩუქარი ესეთი შემოსასხამი იარაღიჯი, ასე რომ გადმოგეცემა. მადლობა იარაღიჯის. ან მაგარი შედეგი. მეორე ასევე საინტერესო მოვლენა იყო ყველაზე პატარა მონაწილე ჩვენთან. ეს იყო ანდრო ბაბაშვილი, ანდრო მოდი, შენც ასევე იარაღიჯისგან გადმოგეცემა ეს მოსასხამი. ბედნიერად გამოიყენე. შემდეგში გვენახეთ გამარჯვებულებში უფრო მეტი ქულები. კარგი, ეხლა გადავიდეთ უკვე ჩვენს პირდაპირ მონაწილეებზე. ესე იგი სამკვდრო სასიცოცხლო შეჯიბრი იყო, ხო, პრაქტიკულად ბოლომდე არ ვიცოდით ვინ მოიგებდა, მაგრამ ნუ ასე თუ ისე გამოვლინდა გამარჯვებული. წესის მიხედვით დავიწყებ მესამე პოზიციიდან და მერე ნელ-ნელა ავიდეთ ზემოთ. ესე იგი, ზავრეშვილი ალექსი, რომელსაც მოახერხა და 51 ქულა დააგროვა. მოდის გარეშე არ მიდიხარ რა. ყოველთვის, მაგრამ მუშაობს კაცი რა. კი. ორი ხალი გაზიდა. ეს медали. ასევე რა თქმა უნდა ჩვენი სერტიფიკატი რომ მონაწილეობა მიიღე მესამე ადგილზე გახვედი, ეხლა უკვე ჩვენი სპონსორებიდან დავიწყოთ შესაბამისად საჩუქრების გადმოცემა. პირველი იარაღიჯისგან ვაუჩერი 100 ლარის გამოიყენე ჩვენივად. ასევე იარაღიჯისგან საჩუქრად მოსასხამი შენც. ეგეც გვაქვს. შემდეგი საჩუქარი თქვა ავიღოთ და სურენისგან იყოს სახელობითი სლაგები, ბატონო, რომელთაც დღეს პრაქტიკულად ყოველი, არის მეორე კი არა ყველა მეგისროლა. პრაქტიკულად ყველა იყო ერთ სამაკაც მოისროლა GSB, ხო? ნაჩვენოს ყველა მეგისროლა. ასე რომ წარმატებებს გისურვებ მაგ სლაგებით, გარდა მაგისა. კომპანია Aztec-ისგან. ეს ოპტიკა შენ გადმოგეცემა. გამოიყენე.
შევშილდი და სულ აფრენებში გვენახეთ ბატონო შენი შედეგი. ალე, გასამართლებლად შემოხანას გარდა მაგისა, მაიცა კაცო, საჩუქრები ბევრი გვაქვს, გართავდება რა, აი ხო ხედავ, ამდენი დავარეკით კიდე ავთავდება. მოა გრუპისგან, აი ეს ბალიში, დასადები, ესეც შენ და ასევე საჩუქარი ჩვენგან აერგანისგან, ეს ტყეების ჩასადები, გასართობად სამიზნები, ეს შემდეგში რო უკვე ბარაბანზე დაამაგრო სამიზნები მეტრაჟის მიხედვით დაიცოდე და ნუ ეს უკვე შესაბამისად ფლაგზე რადგანაც გადახვედი, შესაბამისი ფანჯიდან დასადები ბალიში. ასევე დაამა. ასევე ჯისგან ოპინელის. კომპანია სნაიპერ ჯისგან ოპინელის დანაც. დამძიმდა კაც. ბიჭო, რაღაცა უკან დავიბრუნე. ძამბერი გამოვიდა. კარგი, ეხლა გადავიდეთ უკვე მეორე ადგილზე. მეორე ადგილი. ეს არ ვიცი ეხლა თავის თავს როგორ დააჯილდოებს ეს კაცი, მაგრამ მაინც მამუკა კუპრაშვილი 57 ქულით. მამუკა შენც მედალი მეორე ადგილის. მოაგრუპის ოპტიკამიეც მაგალითად. ესეც რა თქმა უნდა სერტიფიკატი მეორე ადგილის და ქულების, ეს რა თქმა უნდა იარაღიჯისგან ვაუჩერი 150 ლარზე, ასევე კომპანია იარაღიჯისგან მოსასხამი შენც. ისა. რა თქმა უნდა საყვარელი სურენისგან საჩუქარი სლაგები. ყველაზე მეტად ამხელოდებოდი. არ ჩამოვიდა. ეხლა რაც თავარია, კომპანია მოაგრუპისგან. ალიში მოგეცე. საიპერჯი. ეხლა სნაიპერ ჯისგან ესეთ პატარა კოხტა ჩანთა თავისი შესაბამისი საჩუქრით. და ნუ ჩვენგანაც პატარა საჩუქარი ეს. გადარჩეული ტყეების ჩასადები, სამიზნები, ეს უკვე შესაბამისად საჭიროა. და ესეც დაგჭირდება გამოიყენოს. მადლობა. ესეც შეიძლება. შვიდობაში მოგახმაროს სუაქიანებს. აი, დარჩა. ეს რა კომპანია აცტეკიკე სადავყავთ. აი, ესეც კომპანია აცტეკისგან ესეთი კარგი პრიმატური პისტოლი. მადლობა, გადავიდე. მოიცი ზურაბი, რა კარგი. მადლობა ზურა. ესე იგი, პირველზე ეკახელები ვერ მოვიცილეთ რა. წინაზე ხო წაიღეს ის რაღაც დურუჯის უკვალ რაღაც. ყველაფერი წაიღეს. ჩაკჭამეს, ნამდვილად ჩაკჭამეს. ხო და ესე იგი, ყველაზე მეტი ქულით პრაქტიკულად 2 თუ 3 აცდენა ქონდა, ხო და დანარჩენი ყველა სამიზნე აიღო. ჩათვლი და იმ საყვარელი 230 მეტრიანი ქართული მამაკაცური ტურით, რომელიც ასევე დააგდო ბეჭებზე. ეს ყავს ჩვენ ესო კოკორაშვილი. გილოცავ. ნახევარ მანქანაში დატოვებ რაღაცა. ესეც სიგელი რა თქმა უნდა, პირველი ადგილზე თავის ფულები. ეს რა თქმა უნდა იარაღიჯისგან საჩუქრად ვაუჩერი. ასევე რა თქმა უნდა იარაღიჯისგან შენც ასევე მოსასხამი. ჩერ სათხარ მოიცა ხა კიდე რამ ჩანთა არაფერი გაქვს მოტალინელი რა გაზიდა. ეთქო, მეკი წამოიღებდი რაც. Так, მოა გრუპისგან. ეს ზუმბა. ალო. კომპანია აცტეკისგან. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და საჭირო და საინტერესო. ეს მოკლედ. ოკეი, აი ზედმეტია რაღაცები დაგვიტოვეთ. თქო და ვერიჭერა. მაგიდა ეს ბაჭო. სურენისგან საჩუქრად სლაგები არ გამისინჯია ხო არ გამისინჯია და ეხა აქამდე GSB თიგები და ეხა იქნებს სლაგებით უკეთესი შედეგი და მაგიანად გაატანე. ეს რა თქმა უნდა ესეთი ლამაზი დანა სნაიპერ ჯისგან ესეთ საჩუქრად შენ და რა თქმა უნდა ეს ჩვენგან აერგანისგან ტყეების ეს სამიზნები ეს შემდეგში ბარაბანზე რო აღარ აგერიოს რაღაცეები დააკრავ, ну ესეც უკვე ნელა მანქანიდან თუ დაიწყეთ მუშაობას ბატონო იმის. მოკლედ მე მგონი სულ ეს იყო. ეხლა მინდა რომ 5 წელი მგონი დავხურეთ. რა, ესე გამოვიდა. კარგი. შესვენება, ნადირობა და გაზაფხულიდან გავაგზავნე. ნამდვილად.